ცხრაზე. არასამთავრობო სექტორის შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აფრთხილებს უფლებადამცველთა ერთი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს. სამოქალაქო სექტორის მტკიცებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე მომუშავე წინა ხელისუფლების დროინდელი ზოგიერთი კადრი წინასაარჩევნო პერიოდში ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. არასამთავრობოების განცხადებით ეს ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის. მთავარი მიზანი კი მოქმედი ხელისუფლების შესუსტებაა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ღარიბაშვილს თანადგობას უცხადებენ და მოუწოდებენ ბოლომდე მიიყვანოს სამინისტროში დაწყებული რეფორმების პროცესი განცხადებას 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. დაწყებულია პროცესი მინისტრის წინააღმდეგ. არავინ არ უარყოფს და ჩვენც არაერთხელ კრიტიკით გამოსუვართ და ეხლაც გამოვდივართ და ხშირად კონკრეტულ ფაქტებზეც ვისაუბრია, რომ ნაკლოვანებები არის სამინისტროში და სამწუხაროდ ამ ნაკლოვანებების აღმოფრვას ესე უცბად და ერთი ხელის მოსმით ვერავინ ვერ შეძლებს. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დღესაც კვლავად საკმაოდ არიან წარმოდგენილი ამ უწყებაში და ისინი აპირებენ პროვოკაციების მოწყობას, რის გამოყენებასაც შეეცდება ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ მოუწოდებთ ირაკლი ღარიბაშვილის, რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიჩინოს მან სიფხიზლე და რეალურად გაატაროს ის ღონისძიებები და ის რეფორმა, რომელიც მან დაიწყო.